მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა გესაუბროთ დღეს, როგორ გროვდება კარმა, რა არის კარმა საერთოდ, რა არის ინკარნაციული გამოცდილებები. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ რამდენი ინკარნაცია გქონდა, 14, 15, 10 სიამდვილეში ეს კარმული ასტროლოგია მაინც არ უყურებს, ზოგადად ეზოთერიკაც ესე არ უყურებს და მინდა აგეხსნათ სისტემა როგორ მუშაობს რეინკარნაციულ თემას, როცა ვეხებით ასტროლოგიის გამოყენებით. პირად რუკაში, როდესაც მაგალითად ინდივიდუალურ გამოკვეთილად პირად რუკას რო უყურებთ, აქ ჩვენ ვხედავთ კი ფაქტებს, თქვა სხვადასხვა კომბინაციები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, დიაპაზონი ავიღოთ მაგალითად, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ესა და ეს გამოცდილება სულს რა ფორმით აქვს მიღებული. ყველაზე მთავარი ის არის, რომ როდესაც უფრო თერაპიულ პრაქტიკებში მიდიან ადამიანები, ხომ, იქ შეიძლება უფრო კავშირი გქონდეთ მათ რუკაში, რაც არის შაბლონში, უკვე ინდივიდუალურ გამოცდილებებში. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია პირადი რუკით დავინახოთ, რა არქეტიპებში იყო ადამიანი, რა კარმულ პროგრამებში იყო, როგორი რა გამოცდილებით, ეს უკვე ძალიან ინდივიდუალური სანახავი არის ხოლმე. ხა, როდესაც ვამბობთ, მაგალითად, ორი ადამიანის ერთნაირად ერთი რუკა რო ავიღოთ, ხო? აქ შეიძლება სულის ჰქონდეთ სხვადასხვა გამოცდილება. მაგალითად, როცა ნათელ კარმას ვამბობთ, აქ შეიძლება ერთი სული იყოს რაღაც პირველ დონეზე, პირობითად იმ დადებითი ასპექტების კომბინაციაში, მეორე ადამიანი იყოს მეხუთე საფეხურზე სიტყვაზე, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა უკვე კარმულ ასტროლოგიაში გადავდივართ, როცა უკვე თქვათ, არაცნობიერში გადავდივართ, იქ ვიკულიოთ უკვე ეცეთ როგორი რაღაცეები, რომ რამდენად სული გამოცდილი არის თუ გამომცდილი არის რაღაც საკითხებში, ხო? კარმულ ასტროლოგიაში რო წავიდეთ, სულს აქვს ყოველთვის რაღაც ზეციური მისია, რომელსაც მიუყვება, რომელიც არის მნიშვნელოვანი არა მარტო მისთვის, არამედ რაღაც სამყაროს კანონებთან შესაბამისობაში. ესე რომ ვთქვათ, სული ხდება როგორც იარაღი მაღალი არსებების ან დიდი სამყაროს რაღაც მისიის მხრივ, როგორც ინსტრუმენტი და ამასობაში, როცა მიყვება ამ სულიერ პროგრამას ადამიანი, სული მაგალითად, ხო, იქ არის უკვე პირადი კითხვაც, რომ მე ამას ვაკეთებ, მაგრამ მე ამასობაში რაღაც მტკივა, სადღაც ეგო აღმოვაჩინე, სადღაც მე დავინახე, სადღაც მე დანაკარგები მივიღე. ანუ რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ აქედან მე რა სარგებელი მაქვს მაგალითად, ხო? აი ამ ფსიქოლოგიურ პატერნში ყოველთვის მივდივართ უკვე ნეგატიურ გამოცდილებაში, ნეგატიურ კარმაში და ხშირად ყოფილა, როგორც იცით, რო ვეკლევდი ხოლმე რეგრესულ ჰიპნოზს, ადამიანი, რომელიც ხედავს ძირითადად ნეგატიურ ინკარნაციებს, ან თვითონ არის ახლა ნეგატიურ ველში, ესე რომ ვთქვათ, კარმულ ნეგატიურ ველში, აქვს პრობლემები სერიოზული მაგალითად, ხო? მაგრამ რაც არ უნდა ჩავღრმავდეთ მერე უფრო რეგრესული ჰიპნოზი იქნება თუ წარმოსახვითი თერაპიები თუ რა იქნება, ასევე არის ძალიან ნათელი კარმულ ასტროლოგიაში ვთქვათ ინკარნაციები, რომელიც სულს როგორც დაგროვილი პროგრამა ისე აქვს, ის შეიძლება ისე გადადებული იყოს თაროზე, ფოკუსში ახლა იმდანად არ იყოს, რომ ადამიანს ეკონოს, რომ მე ახლა მძიმე კარმა მაქვს მოტანილი წინა ცხოვრებებიდან და აი ამ მძიმე კარმას ვხვდები. სიამდვილეში უბრალოდ არის პროგრამა, რომ ეს კარმული რაღაც ნეგატიური დაგროვილი პროგრამები უბრალოდ ამ ინკარნაციაში შეიძლება დასამუშავებელი. აი რეგრესულ ჰიპნოზზე გვინახავს, რომ ადამიანი ხა ძალიან ნათელ ინკარნაციაში არის. ოღონდ მანამდე იყო ძალიან მძიმე ენერგეტიკულ ველში წინა ცხოვრებაში, ხო? ეს როგორ შეიძლება იცით აიხსნას, უფრო ეზოთერული კუთხით რო აგიხსნათ, ჩემ კვლევებიდან გამომდინარეც გიყვებით, მე რასაც ვხედავდი ხოლმე, თუნდაც საკუთარი გამოცდილებით, ხო? რომ ხანდახან არის პროგრამა, რომელიც აი ეს ნეგატიური წარსული თითქოს დროებით სულში ჩერდება, სადღაც ინახება. ამით ის სხვა გამოცდილებით სული, რომ ახლა ამ ინკარნაციაში მე მჭირდება ამ სელენას ენერგია იქნება ეს თუ იუპიტერის ენერგია. აი როგორც ვამბობ ხოლმე, რომ სატურნი და ლილიტი ესენი ერთად მუშაობენ, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ სელენა და იუპიტერი ამავე დროს ერთად მუშაობს. იმიტომ რომ იუპიტერული ენერგია ეს არის, რომ აი მე სელენას ზონეზე რა მჭირდება განვავითარო ამ ცხოვრებაში, რა უნდა ვისწავლო მე საერთოდ ამ ყველაფრისგან, ეს არის იუპიტერის ენერგია და ხშირად მე რასაც უყურებ, ხოლმე სელენა და იუპიტერი ძალიან ერთად დგანან.
გვერდ არიან და სატურნი და ლილიტი ერთადგან ხოლმე. ეს უამრავი რეგრესული ჰიპნოზი მაქვს ანახი სხვა ადამიანებთან და აი მთელი ეს ინფორმაციებს რო ვაჯერებდი ხოლმე, სულ ამას ხედავდი და აქედან გამომდინარე ხვდებოდი, რომ ეს სისტემა უფრო ესე მუშაობს. როდესაც მაგალითად კარმულ გამოცდილებაზე ვამბობთ, მაგალითად ვარ იმ სფეროში, სადაც კარმული გამოცდილება არ მქონია არის საერთოდ, ან პოზიტიური არ მქონია, ხო? აი აქ მაქვს ორი ვარიანტი. ან შევდივარ ზონაში და ვიწყებ ნოლიდან და ვსწავლობ ამ სფეროს, მაგრამ შეიძლება შევიდე და პირიქით კიდევ უფრო გავაღრმავო ნეგატიური კარმა. ამაზე ბევრ ვიდეოში მაქვს საუბარი. მაგრამ არის ისიც, როდესაც აი როცა ვამბობთ ხოლმე, რომ აი ადამიანს მაგალითად აი არ შეუძლია ან მედიტაცია, ან ფსიქოლოგიური უნარები არ აქვს საკუთარ თავთან კონტაქტი. აი კარმული ასტროლოგიით რო წავიდეთ, ამ ადამიანს არ ქონია გამოცდილება ინკარნაციებში, ამ სფეროებში. შესაბამისად უნარებიც არ არის. ან ადამიანის უნარებზე როცა მიდგება საქმე, რაში გვაქვს ნიჭი, რაში არ გვაქვს ნიჭი. აი ეს დაგროვებული ნიჭი, რომელთაც ჩვენ ვიბადებით, კარმული ეზოთერული კუთხით ყოველთვის უკავშირებთ, რომ სულს აქვს ან ამ სფეროში გამოცდილება ან არ აქვს. მაგალითად, ჩემ პირადი რეგრესული ჰიპნოზის გამოცდილება იყო, რომ რამდენიმე ესეთ არქეტიპულ სფეროში რო აღვიქვათ, სულ ვნახულობდი ჩემ თავს, ან ბუდისტებთან ერთად ვარ სადღაცი ტიბეტში და ვაპრაქტიკებთ იქ ფიზიკურ აქტიურობას, ვაპრაქტიკებთ იქ რაღაც სულიერ პრაქტიკებს და მედიტაცია და ეს ყველაფერი ჩემთვის იყო აი ესეთი ბუნებრივი ბავშვობიდან თითქოს ეს ყველაფერი იყო აი როგორც უნარი, რომელიც უბრალოდ ძალიან მარტივად გამოგდის. და შემდეგ რო გავიდა წლები, აი სულ ან რაღაც სწავლებებში ვიყავი თითქოს, ან რაღაც ესეთ სულიერ პრაქტიკებში, ну მეცხრე სახლში მყავს იქ ფარველი ანგელოზი ვერცხში და სულ აი ამ სცენარებს ხედავდი ხოლმე წინა ცხოვრებებში. აი ეს არქეტიპები რო ვნახოთ, მაგრამ ნეგატივის საკმაოდ ნახე. ნიშნავს რომ სადღაც ვარ კარგად, მაგრამ სავალე ჯამში, აი ჩემ უნარებში ყველაზე მეტად რაც აი უბრალოდ ძალისხმევის გარეშე გამოდიოდა, რაღაც ფილოსოფიების კითხვა, ფილოსოფიური წიგნების აზროვნება, ანალიზი, რაღაცეების დაფიქრება უფრო რაღაც მაღალ ასპექტში და ნახოთ ეს უნარი უბრალოდ ბავშვობიდან მქონდა, იმიტომ რომ კარმულად ეს გამოცდილება. ფსიქოლოგიური ასტროლოგია იტყოდა, რომ ამ გენეტიკაში არის ეს რესურსი, რომელიც მე გადმომეცა. ვის როგორ ჯერა იმაზე არის. მაგალითად, ჩემ მშობლებშიც იყო სულ ეს, რომ სულ წიგნებს კითხულობდნენ, სულ ანალიზებდნენ რაღაცებს და აქაც არის ლოგიკა, იმიტომ რომ ოჯახურად ეს და წინაპრების დონეზეც ეს უნარები იყო განვითარებული. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რაღაც ისეთ წინა ცხოვრებებში გადავდივართ, თუ რეალურ ცხოვრებაში აქვე შეგვიძლია როგორც წინაპრების ველი ისე დავინახოთ. მაგრამ თუ ინკარნაციულ დონეზე გვინდა რომ უფრო ღრმა ასტროლოგიურად, ღრმა კარმულ დონეზე ვხედავდეთ, როგორც წესი ეს ისე არის, როცა მე მაგალითად უყურებ ელენას, იქ იუპიტერის ენერგიას, იქ კარმული კვანტების ენერგიას, ხო? უკვე გასაგებია წინაპრების როლიც, ოჯახური ველიც და ასე გასაგებია წინა ცხოვრების. ოღონდ რომელ დონეზე იყო ეს ადამიანი, მე ეს არ ვიცი. ხშირად იქ მედიტაციურ პრაქტიკებშიც სულ მომდიოდა ის ჩემს ელენა ფაქტობრივად არქეტიპულად რა ენერგიასაც ატარებს, ამ ენერგიის რაღაც ეს რომ მოდის აი მედიტაციური ვიზუალიზაცია, ხო ესე რომ ვთქვა. მე ვლადიმერ ბენეიძე რო არის ბიოენერგეტიკოსი, რაღაციანზეც საინტერესო ვიდეო შემოგთავაზეთ კარმასთან დაკავშირებით. ყოველთვის მე მასთან ვამოწმებდი ხოლმე, რომ ეს ნახე რამდენად ესე იყო. მომავალში ესეთი უნდა იქ მიდივარ და რამდენად ესე არის და ნუ მე აკეთებდა ხოლმე დიაგნოსტიკას და კიდევ უფრო დეტალიზაციაში დამეხმარა, მაგალითად იქ რეგრესულ ჰიპნოზზე იქნებოდა ან მედიტაციაში რაც არქეტიპები ნახე, კიდევ უფრო მეხმარებოდა, მაგალითად რომ კი აი აქ იყავი ამასთან გაკავშირი, სხვათა შორის უმეუბნებოდა ხოლმე რომ რაღაც სულიერ მასწავლებლებთან გაქვს რაღაც კავშირი, იმიტომ რომ კარმულად შენ მანდ იყავი წინა ცხოვრებაში. ეხლა წარმოიდგინეთ მე თუ არ მქონდა ამ სფეროში საერთოდ გამოცდილება, შესაბამისად უნარებით შეიძლება ან არ მქონდეს, ან როცა გადავდივართ ხოლმე ფეიქს როცა ვამბობთ, რომ ჩვენ იმასში შევიდეთ, რაც ჩემი კარმული არ არის, ანუ მე აქ არ გამომიმუშავებია კარმული გამოცდილება. რა თქმა უნდა, იქ როცა მართვა არ ვიცით მანქანის
შეიძლება ამბიცია გქონდეს, მაგრამ გადავიჩერხოთ. ან ვიცოდე რომ არ ვიცდარება, უკიდოხელი მინდოდეს და ნელა ეს ესე შევცვალ. აი ეს არის ყველაზე ჯანსაღი მიდგომა, ხო? მაგრამ როგორც წესი კარმული კუთხით რო შევხედოთ, ხო, აი ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ იმ სულიერ მისიაში ისევ სელენა იუპიტერის ენერგიაზე გეუბნებით, არის თერაპიულად რო ჩაუხმოვდეთ, იქ არის რაღაც მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა გაიხსენოს ადამიანმა. როცა ნეგატიურ ვიბრაციებში ვტრიალებთ, ნეგატიურ კარმაში ვტრიალებთ, გვავიწყდება საიდან მოვდივართ არქეტიპულ დონეზე. აი იუნგი რო ამბობდა მაგალითად, ხო, ზოგშიც ვარჯეროთ ეს წინაცხოვრებების, მაგრამ არქეტიპულად კავშირში იყოს ამ ენერგიასთან, ხო, არ აქვს მნიშვნელობა. რისი გვჯერ. ჩემ პრაქტიკით, როდესაც პირად რუკაზე მუშაობდი და სხვათა შორის აი ამ მეთოდოლოგიად ეხლა 4 აპრილს რომ ეწყება ახალი კურსი ასტროფსიქოლოგიის ორთვიანი კურსი, აი აქ გავდივართ როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, ნაწილეთა რუკებით, ზუსტად ამ არქეტიპებთან შეხებას. და ძალიან საინტერესო არის ჩემთვის ეს აი ჯგუფურ მუშაობაში, ჯგუფურ თერაპიებიც მაქვს ხოლმე. ახლა მაგალითად 15 მარტს მექნება ჭრთილთან მუშაობა, ხო, შავმთვარის ენერგიასთან, ღრმა ენერგია, აი ამ ესეთ არაინტეგრირებულ ენერგიასთან მუშაობის ტრენინგი მექნება ერთდღიანი, ჯგუფური ტრენინგი და პერიოდულად სულ ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის მართლა ჯადოქრობა, რასაც თქვი, ესეთი საინტერესო პროცესები მიდის ხოლმე, იმიტომ რომ პირად რო გვაქვს ჩვენ ანალიზები გვაქვს აქტიურად, ჩვენ ვერ მოვიგონებთ რაღაცას. აქ აი პირდაპირ უშუალოდ შევდივართ ენერგეტიკულად ადამიანებთან და რაც მთავარია, მეგობრებო, აი ამ ინკარნაციულ გამოცდილებებზე, არქეტიპებზე როცა გადავდივართ, ხო? უბრალოდ ჯამში აი ამ თერაპიულ პრაქტიკებში იმას ვეხებით, რომ ადამიანმა უნდა გაიხსენოს, საიდან მოვიდა, მართლა რა არის მისი სულიერი მისია და არა ის ეგოს თამაშები და ეს ეგოს თამაშებიც მნიშვნელოვანი არის, ისიც უნდა ვისწავლოთ ჯანსაღად დავიკმაყოფილოთ, ხო? და ამ ეგოს თამაშებში გვეხმარება ზუსტად აი ამ სულიერი ნათელი ენერგიის ინტეგრაციაც, ამავე დროს გახსენება, ვინ ვართ, საიდან ვართ, რა გვაქვს ყველაზე ნათელი და აი ამ ენერგიასთან კონტაქტით, ამ სულიერ ენერგიასთან კონტაქტით, აი ამ სულიერ გზაზე ისევ დაბრუნებით, ხო? ჩვენს ჭრთილის ინტეგრაციასაც ვახდენთ, ჩვენს ნეგატიურ კარმასთან, ან მოვლენებთან ძალასაც პოულობთ, რომ გავუმკლავდეთ და აქ არის ის რესურსები, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ის სულიერი მისია იქნება, ის იუპიტერიული ენერგია იქნება, ცოტა მაღალ დონეზე რო ავუყენოთ, არა უბრალოდ პრაქტიკულ ასტროლოგიაში, ხო? ცოტა სამყაროს კანონებთან კავშირში რომ დავინახოთ ეს ყველაფერი, ხო? აქ უნდა ჩავთოთ ეზოთერული პრაქტიკები, ენერგეტიკული პრაქტიკები და ხშირად მე რასაც ვაკვირდები, ენერგეტიკული გაჭედილობა გვაქვს ხოლმე რაღაცებში, ანუ ჩვენ ფსიქიკაში არის ის პროცესები, როდესაც აი ხა თუნდაც წინა ვიდეო გავაკეთე ჭარბწონაზე და სინამდვილეში ეს ენერგიის გაჩერება არის სრულად, ამ ენერგიის აქტივაციაც შესაძლებელი არის, როგორც შინაგანი კონტაქტით საკუთარ თავთან, მედიტაციური პრაქტიკით მაგალითად, ასევე ფიზიკური აქტიურობით, ხო? დავგეგმო სატურნული ენერგიაც ჩაირთოს აქ მაგალითად, მაგრამ არის ენერგეტიკულადაც ხშირად სამუშაო ჩვენ თავზე. და როდესაც კარმულ გამოცდილებებზე მივდივართ, მე მაგალითად ადამიანს რო უყურებ, უკვე ვხედავ ხოლმე, სად აქვს ის კარმული ენერგია აქტუალური, ხო? ახლა სად არის? აი ის იმ წინა ცხოვრებები, ესე არქეტიპულად რო ავიღოთ, ხო? რომ დონეზე შეიძლება იყოს ეს ადამიანი, რა დონეზე ავლენს ეს ადამიანი ამ ყველაფერს, როგორც კი დაველაპარაკებთ ხოლმე, ახლა როცა კონსულტაცია გვაქვს, ეგრევე ვხედავთ ხოლმე მის რესურსებს, მის პოზიტიურ ენერგიას და ყველაზე მთავარი, მაინც მე რასაც ვაკვირდები კონსულტაციებში, ხო, აი შინაგანი ნათელის გაღვიძება, არა კონცენტრაცია ნეგატივზე, არამედ ნათელი კუთხით კონცენტრირება თუნდაც იმ პრობლემებზე, ესე ვიტყოდი, ხო? იმიტომ რომ იმ ნათელის ენერგიის ჩვენ ვიღებთ ენერგიას და ნეგატივს ჩვენ კარგავთ. და ჩვენ თუ ნეგატივს ვეხებით, იქ ვიკარგებით კიდევ უფრო მეტად. მაგრამ წარმოიდგინეთ, ახლა არის ადამიანი აი ამ ნეგატივის ბლარში, ესე რომ ვთქვათ, მთლიანად კონცენტრირებული და მოდის სიტყვაზე, ხა ჩემთან არ ვამბობ, აი ზოგადად უნდა ეზოთერული პრაქტიკა იქნება, ფსიქოლოგია იქნება, ან უბრალოდ ცხოვრებაში ხო ხშირად არის ხოლმე ფსიქოლოგიაშიც
ფსიქოთერაპიულადაც ვითომ დამუშავებულ ადამიანებში, რომ ნელა ადეკვატურობას შეიძლება ჩვენ დავკარგოთ, ან ძალიან პატარა ხაზი არის იქ, რომ ჩვენ წავიდეთ ისევ იმ გზით, რომელიც მაინც არც ჩვენთვის არის სასიკეთო, არც სხვებისთვის, ხო? ფსიქოლოგიაში არის ესეთი თემა, აი ეგო რო იზრდება, მაგალითად, ხო? ეგოს გაზრდა სინამდვილეში არის არაადეკვატური ეგო. ანუ აქ არ არის საკუთარ თავთან კონტაქტი ადამიანი, ხო? და ზოგჯერ მოდის ესე ხალხის ჩემთან მოგონებით იშვიათად, მაგრამ მაინც ზოგადად ვამბობ, ფსიქოლოგებთანაც არიან ესეთი ხალხი, ასტროლოგებთანაც, ეზოთერული სფეროსთანაც, რომელიც მოდის აი ამ ცრუ ეგოთი. და საბოლოო ჯამში აქ არის რომ არ უნდა ადამიანს საკუთარ ავთენტურ მესთან შეხება. ანუ ნამდვილი მეს დანახვა არ უნდა, ხო? და იქ რაც არ უნდა პოზიტიური ენერგია ჩართო. იქ პირიქით ისევ ეგო იკვებება, ისევ ეგოს აწევს ზევით, მაგალითად, მაგრამ სელენას ვერ ეხება ადამიანი, ნათელ კარმას ვერ ეხება, ხო? თლიანად არის რაღაც ბლარში, ესე რომ თქვა, რაღაც ყალბ მესთან. ზოგჯერ ხომ საერთოდ არ ვეხებით ესეთ ადამიანებს, საერთოდ უშვებთ. ფსიქოლოგიაშიც არის, ხო, ესეთი ის, რომ არ უნდა ადამიანს შეცვლა და ვერ დააძალებ, ხო? ესეთი ფაქტორებიც არის. ანუ, როდესაც თუნდაც აი ამ ენერგიებთან მუშაობაზე გვაქვს საუბარი, ხო? ადამიანსაც უყურებთ, რამდენად არის ეხლა ამ ეტაპზე სად დაინახოს თავისი რეალური მე. იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც ეს არ შეუძლია. გვაქვს ხოლმე რამდენიმე კომბინაციები, რომელიც ძალიან ართულებს ამ ყველაფერს, ხო, რუკაში და მაგ დროს აი ისეთ პროცესს ვამბობთ ხოლმე, თუნდაც ჩემთანაც იყო ხოლმე ეგეთ რაღაცებს ვერ ხვდებოდი და სამყარო თვითონ მიხედავს, ხო? ცხოვრება თვითონვე სადღაც აიძულებს ადამიანს, რომ შეხედოს თავის რეალობას. მეს შეიძლება ამ ცხოვრებაში ეს არ მოხდება და მომავალ ცხოვრებებში მოხდება, ხო? ანუ დროსა და სივრცის მიღმა არის მაინც აი სატურნის ენერგიას რო გულისხმობთ ხოლმე და ამიტომ ყველასთან, რა თქმა უნდა, არც ერთ სისტემა არ ჭრის, არც ფსიქოლოგია, არც ასტროლოგია, მაგალითად, არც ასტროფსიქოლოგია სიტყვაზე და უბრალოდ ადამიანი ეხლა ამ ეტაპში, მოდი ესე ვთქვათ, აი ენერგეტიკულად რო წარმოვიდგინოთ, აი ეს ენერგეტიკული, აი რო წარმოიდგინოთ ადამიანი, ხო? სული ამ ადამიანის არის მთლიანად დახურული და აი ეს სევდაში, აი ესე რო წარმოიდგინოთ და არ რეაგირებს გარემოზე საერთოდ. ანუ რეალობასთან არ აქვს ენერგეტიკულად გულისხმობ ახლა აქ და არა. თორე ისე ძალიან გონიათ რომ ჩართულები არიან რაღაცა, მაგრამ აი ესე ნელში და აი ამ ძილში ან დარდში არის სული გაჩერებული. აი როცა რეგრესულ ჰიპნოზზე უყურებდით ხოლმე ზოგჯერ აი ესეთი ნაწილები ჩვენი სადღაც არის გაჩერებული რომელიღაც ინკარნაციებში, რომელიღაც სევდებში და ის მთელი ენერგია მიდის აი იმ რაღაც დარდში და ადამიანს უბრალოდ არ აქვს ეხლა მაგალითად აი ეს მიზანი, მოდი ესე ვთქვათ, რომ აი აქედან გამოვიდე. ესეც ოკეი არის, ესეც უნდა ჩვენც გვაქვს რაღაც სიტუაცია, მეც გქონია, რომ აი უნდა ამოიჭამოს ეს ემოცია, ეს ენერგია, სანამ ეს ენერგეტიკული ველი არ ამოჭამს თავისას, იქამდე გათავისუფლება არ ხდება. ამიტომ ასტროფსიქოლოგიურად ამას ცოტა შვიდად უყურებთ, ცოტა ისე დიდ სურათში რო ავიღოთ, ხო? ანუ კარმული ასტროლოგია ზოგადად რას აკეთებს, ეს არ უყურებს როგორც ერთი ინკარნაცია, ეს უყურებს სისტემას, ადამიანს, რომელიც არის აი მთელ მასში, დრო არ არსებობს, ანუ მთელი წინა ცხოვრებები და მომავალი ცხოვრებები ერთ მასშტაბში არის და როდესაც დროსა და სივრცეში უკვე სულიერ ასპექტში უყურებთ ჩვენ თავს, ხო? იქ აღარ არის რაღაცები პრობლემა, აღარ არის რაღაცები დრამატული, ხო? უბრალოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ეს მთელი დიდი სულიერი გზის, ხო? ეს უფრო კარმული ასტროლოგია ესე უყურებს ამას და ამიტომ თუ დროები ჩვენ სადღაც გვძინავს და ჩვენ არ გვინდა რეალობასთან კონტაქტი, ესეც ოკეი არის, ესეც დროებითი არის. უბრალოდ ესეც არის პროცესი, რომ ამ ადამიანს შეიძლება არ უნდა ამ ყველაფერს დანახვა, იმიტომ რომ ესე არის მისთვის უფრო სწორი. ამიტომ უშვებთ ხოლმე, იქნება ეს ახლობელი, მეუღლე, შვილი სიტყვაზე, ხო? უნდა თავისუფლება მივცეთ ადამიანს. მას ესე სურს, ესე იგი ესე არის საჭირო. დიდ სურათში, რომელსაც ჩვენ ბოლომდე ყოველთვის ვხედავთ ხოლმე, ეს არის ძალიან ოკეი ამ განვითარებაში.
ამიტომ შეიძლება გეჯიუტებოდეთ ადამიანი, შეიძლება ასე დადიოდეს ძალიან დიდი წარმოდგენით თავის თავზე და ზოგჯერ ესე შესაშურიც არის ხოლმე ჩემთვის, როგორ შეიძლება ადამიანი ესე რეალობას მოწყეტილი იყოს. ხო ეს რაღაც ნარცისულ ველს რო ეძახით ხოლმე ასტროლოგიაში კიდე ცალკე არის, მაგრამ იმისთვის ეს ეტაპია, იმისთვის ეს არაცნობიერ დონეზე სერიოზული რაღაც დროებითი აი ბლარსკულის ხო, რომელიც შეიძლება ჩვენ ან უკან გვქონდა, ან წინ გვქონდეს, კაცმა არ იცის, ხო, დიცურეთში ცოტა სხვანაირად ჩანს რაღაცების ზედა სართულიდან რო ავდივართ, სულიერ პრაქტიკებში იქნება ეს, რომ ახლა ახლა ნათქვამია სულიერ პრაქტიკები. სინამდვილეში არის ესეთი ასევე სულიერი სიამაყე სადღაც ხო, რომ მდიან, რომ აი მე და ფსიქოლოგიაშიც არის, მე ისეთ დამუშავებული ვარ და მე იმდენი თერაპია მაქვს გავლინი და განსაკუთრებით ფსიქოლოგებს ახასიათებთ ხოლმე და რო ხედავ ელემენტარული გამარჯვება რო არიციან. ან ელემენტარული, აი ძალიან ელემენტარული რო არიციან და რაღაც ძალიან დამუშავებულებს რო ეძახიან ხოლმე საკუთარ თავს, აი ზრდილობა, კეთილშობილება რა აქვთ სიტყვაზე, ხო, რაღაცა მომენტში კეთილგანწყობა რა აქვთ და სუდაცვით მექანიზმში არიან ჩართულები და დამუშავებულები, რომ გგონია ხოლმე ჩვენი თავი ზოგჯერ. ესეც დროებითი არის, ესეც დიდ სურათში ფრაგმენტული მომენტი არის და ამასაც ესეთ დრამატულად არ უყურებთ. და შესაბამისად, როცა ჩვენს შეიძლება გქონდეს კრიზისი ცხოვრებაში, მეც თუნდაც, ხო? ამასაც უნდა შევხედოთ როგორც დროებითი დიდ სურათში ეს არაფერი არ არის სულისთვის. რაც უფრო ჩვენ ვასერიოზულებთ ესეთ მოვლენებს, რაც უფრო ჩვენ განვიცდით, მით უფრო მატერიაზე ვართ მიჯაჭვულები. ან თუნდაც აი ეს ძალიან სულიერ პრაქტიკებშიც რო არიან ხოლმე, იქაც მეტად სულიერ პრაქტიკებზე არიან მიჯაჭვულები და არაცნობიერში აუცილებლად მიდის მე სხვა პროცესები. ბალანსი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და თუნდაც ჩვენშიც უნდა იყოს ეს დაბალანსებული ემოციები სხვებთან მიმართებაში, გარემოსთან მიმართებაში, ჩვენ თავთან მიმართებაში, ხო? და რო დაუბრუნდეთ ისევ კარმულ გამოცდილებებს, ყველას აქვს თავისი სულიერი გამოცდილება. ხო გეუბნებით, აი რაც უფრო რეგრესულ ჰიპნოზს ვიყენებდი ან წარმოსახვით თერაპიებს, აი ჩემს თუნდაც ინდივიდუალურ კარმულ ასპექტებს ვიკლებდი ხოლმე. დავინახე, სად იყო ჩემი სუპერძალა და სად პირიქით ჩავფლავდი ყველა მასშტაბით. ესე რო ვთქვათ. და საბოლოო ჯამში არც ის ვართ ბოლომდე, არც ეს ვართ, ხო? ჩვენ კიდე უფრო სხვა ვართ და არის ესეთი თერაპიული პრაქტიკა ხშირად გეშტალტ ფსიქოლოგიაც იყენებს, ოღონდ მე რატომღაც ძალიან ბევრი წლის წინ საერთოდ გეშტალტ შევეხებოდი ეს ფსიქოთერაპიულ პრაქტიკებს სანამ შევეხებოდი, ჰიპნოთერაპიაზე ესეთ რაღაცა გავაკეთე ორს კამს რო ვეძახით. ერთგან დავსვი, ეს ნეგატიური გამოცდილება ჩემი, დრამა, ტრაუმები, უბედური მოვლენები, მეორე აი სულიერი ხედვა ზედახით, რომ ეს ხედავს რომ ეს არ არის ეს მნიშვნელოვანი და რეგრესულ ჰიპნოზზე დაახლოებით 12 თუ 10 წლის წინ ესე დავსვი ჩემი თავი და ვალაპარაკე ერთმანეთში და ყველა საინტერესო იცით რა იყო გან ამ დიალოგში ჩაბმა. გარედან რომ შევხედე ამ ყველაფერს უკვე როგორც მესამე პირი, რომ აი ამ ციკლში გაჭედილი როცა არის სული. კი, შენი მისია არის და იქვე არის ტრამვა, ხო, რომ კაი ამას ვაკეთებ, მაგრამ მე ამასობაში რაღაცები მინდება. და ვხედავ რომ ეს მინდები არ არის დაკმაყოფილებული. ეს არის შავ ენერგიას და ეგოს და ყველაფერს რო ეძახით, ხო? მაგრამ აი ამ ციკლში მე რო ვებმებით და ეს ენერგია მინდა და უნდას თემა ერთად რო ვატრიალებთ, ხო? აი ყველაზე საინტერესო არის გარედან ამ ყველაფრის ყურება. ზევიდან დახედვა და რომ ვიცოდე რომ მე ამ ჯაჭვში ვარ, მე აქ გარკვეულწილად ცოტა ილუზიაშიც ვარ. კი, ჩავებმევი ახლა ისევ ამ ჯაჭვში, მაგრამ უკვე კაცნობიერებულად და არა ავტოპილოტზე, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ამ სელენა ლიიტის ღერცში, კარმულ ღერცში, ადამიანები არიან როგორ იცით, აი როგორც კომპიუტერული პროგრამა, ეს რო არის მულტფილმი რო არის ვალ-ი, ხო იცით? მან რობოტები უბრალოდ თავის გზას მიყვებიან, პროგრამა აქვს ჩაწერილი, უბრალოდ დადიან. და უცებ რო ხდება კაცნობიერება. აი მან შემოდის უკვე რომ მე აქაც თამაში ვარ ჩართული და ამ თამაშიც
უფრო ზედა რაღაცაც არის და ზევიდან შევხედავ ამ თამაშს, შევდივარ ამ თამაში, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ეს არ არის თლად რაღაც ყველაზე მთავარი, ხო? ამ სცენარში. აი ეს არის ხოლმე უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ორივეს ამ სელენას ენერგიასაც, ამ კარმულ ჭრილსაც უყურებთ უკვე მესამე პირივით და უკვე ხვდებით, რომ როლში ვარ, სცენარში ვარ, მაგრამ ამის მიღმა კიდევ უფრო სხვა რაღაცეებია. ეს არის ბალანსი ჩემი აზრით, რასაც აკვირდებოდი ხოლმე. და შეგვიძლია ისევ ამ რბოლაში შევიდეთ, ოღონდ დროებით. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი დროებით იმ კუთხით, რომ მე ამას ვაცნობიერებ, ეს ჩემი დროებითი სცენარი არის, მე საერთოდ სხვა სცენარზე გადავალ და ეს არის თამაში ყველაფერი. აი ამ თამაში ჩვენ თუ შევდივართ და ვაცნობიერებთ, რომ ეს თამაში სერიოზული, მაგრამ მაინც თამაშია. აი აქედან უკვე ბალანსი ბუნებრივად მოდის და არა ვითომ სულიერად მაგარი ტიპები ვართ, ან ვითომ ეგოთი მაგარი ტიპები ვართ, ეს სინამდვილეში ყველაფერი არის ისევ გაუცნობიერებლობა, რომ თამაში ვართ. აი ეს მთელი ამდენი წლიანი ჩემი პრაქტიკით სულ ამას ხედავდი ხოლმე და აი ამ ჯგუფურ თერაპიულ პრაქტიკებშიც ნელა ამასაც ხედავენ, როდესაც აი ამ ორი სკამის პრინციპს უკვე კარმულ დონეზე ვუყურებთ და არა დედიკო დავსვი წინ და მე აქეთ ვარ, ან ჩემი სუპერეგო დავსვი და მე მეორე მხარეს ვარ. აი არის კარმული დონე ახაც და ამ კარმულ დონეში თუ უყურებთ, ბევრი რაღაც სხვანაირად ლაგდება ხოლმე. ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, ველოდები ხოლმე კომენტარებს, ველოდები თქვენ შეფასებებს ხოლმე და დროებით, მეგობრებო.